შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ირანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იარიშების 5 დღით გადადება უბრძანა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს ბოლო 2 დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები ჰქონდათ. ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. მანამდე 21 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა. ირანი კი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა. საგაზაფხულო სამუშაოების აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად ფერმერები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. აგროსექტორს საწვავი და სასუქები გაუწევდა. გაძვირება განსაკუთრებით დიზელის ტიპის საწვავს შეეხო, რის ძირითადი მომხმარებელიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაა. დღის მდგომარეობით ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ფასი 3 და 45, 3 და 60 თეთრის ფარგლებში მერყეობს და ვარაუდია, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება. ირანში საომარი მოქმედებების დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ერთ თვეში 50%-ზე მეტით არის გაძვირებული. საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად და გაცილებით მეტად ფასის ზრდა მოხდა დიზელის საწვავზე და შესაბამისად ეს საქართველოს ბაზარზეც აისახა. მაგრამ ვინაიდან არსებობდა ნაშთები, გარკვეული ნაშთები, ეს მატება არ არის შესაბამისობაში იმ მატებასთან, რაც საერთაშორისო ბაზარზე მოხდა. შეიძლება საწვავი დეფიციტი არ იყოს, მაგრამ მაღალი ფასიდან გამომდინარე რთული ხდება ეს შესყიდვა მოსახლეობისათვის. საწვავის მზარდი ფასი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე პირდაპირ აისახება. ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ აგროსექტორისთვის მუშაობა მნიშვნელოვნად რთულდება, რადგან საწვავის და ენერგომატარებლების ხარჯი პროდუქტის საბოლოო ღირებულების თითქმის მესამედს შეადგენს. ამიტომ მიმდინარე პროცესები უახლოესი თვეების განმავლობაში პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირებას და ინფლაციური პროცესების დაჩქარებას გამოიწვევს. საწვავის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი, ის არა მხოლოდ უშუალოდ წარმოებაში არის გამოყენებული, თუმცა აქაც ძალიან დიდი ნაწილი უკავია ენერგომატარებლის დანახარჯების სახით, ასევე შემდგომ პერიოდშიც, როდესაც მოხდება უკვე მოსავლის მოყვანა, მის გადატანას, გადაადგილებას, სამაცივრო სისტემებში შენახვასაც თავისთავად ცხადია, იგივე დანახარჯი უფრო გაზრდილი ხდება და შესაბამისად ფასზე აისახება ეს ყველაფერი და თავისთავად ცხადია ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დატვირთვა მოდის პროდუქციის თვითღირებულებაზე. ეს როგორც მინიმუმ სადღაც 20-დან 30%-მდე ღირებულებას შეადგენს პროდუქციის, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც და შესაბამისად ფასის მატება გარდაუვალია. საგაზაფხულო სამუშაოებიდან, რომელიც ახლა უნდა დაიწყოს მთელი წლის მანძილზე, საშუალოდ ჰექტარზე 100-დან შეიძლება უფრო მეტი ლიტრის საწვავია საჭირო. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ბუნებრივი პროდუქციის მოყვანაზე, თვითღირებულებაზე, ეკონომიკის განვითარებამ მოახდინა ის, რომ მაგალითად კომბოსტოს მოყვანა რუიში, რომელიც ჯდებოდა ჰექტარზე 5-7 ლარი, მუშახელის გაძვირებით, ტრანსპორტის გაძვირებით, სასუქის გაძვირებით, ყველაფერი რაც სოფლიო ბაზრიდან გამომდინარეობს, დღეს ჯდება 14-15 გაორმაგდა. გაძვირებული საწვავის პარალელურად გაძვირებულია სასუქებიც. დარგის წარმომადგენლების განმარტებით საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი რთული ვითარების გამო ადგილობრივ ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასმა 1 ტონაზე დაახლოებით 200 ლარით მოიმატა. რაც შეეხება ფოსფოროვან და კალიუმიან სასუქებს, საქართველოს სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. როგორც დარგში აცხადებენ, მიწოდების დეფიციტი ამ ეტაპზე არ იგრძნობა, თუმცა გლობალური პროცესები და ძვირი ლოგისტიკა სასუქების ფასზეც ახდენს გავლენას. ჰორმუზის სრუტიდან ძირითადად ეს სასუქები მოძრაობდა და თუ დეფიციტი შეიქმნება მსოფლიო ბაზარზე, ალბათ აისახება რუსეთსაც, იმიტომ რომ ძირითადად რუსეთიდან და აზიიდან მოდის ჩვენთან სასუქები. თვითონ ქვეყანა არის გამტარი ამ სასუქების დადგენზე საკმაო რაოდენობებია წარმოდგენილი როგორც ჰერბიციდების, ასევე სასუქების მიმართულებით. თუმცა თუ ფასი გაიზრდება, ისევ დააწვება წნეხი ფასს და ისევ ფერმერზე აისახება, თქმა უნდა, თუ გადმოვდება, აუცილებლად გამოიგებს საუნდეროდეს აისახება ფასები. სასუქების ნაწილი საქართველოში, რუსეთიდან ნაწილი კი აზიური ქვეყნებიდან შემოდის. წელს იანვარ-თებერვალში საქართველოში 7,5 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქები შემოვიდა. აგრომაღაზიების წარმომადგენლების განმარტებით, სასუქების დიდი ნაწილი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გაყიდულია. მომდევნო ეტაპის გაყიდვები კი რამდენიმე კვირაში დაიწყება, თუმცა უკვე გაზრდილი ფასებით. ჩვენ ზამთარში შემოვიტანეთ ძალიან დიდი რაოდენობა და დიდი ნაწილი უკვე მივიღეთ, მოკლედ რო გითხრათ და ძალიან ცოტა ცხოვრობები ჩეხები.
ცოტა შედარებით ძვირად მოგვიდეს წინა წელს ყიდით, მაგრამ შეიძლება კიდე შევცვალოთ ახლა ფასები. ფასებმა ახლა სასუქებზე ყველგან მოიმატა, ყველაფრისაც მომატებულია და ჩვენი კონკრეტული სასუქის ფასებიც მოიმატა, მაგრამ ზუსტად ციფრებში როგორ იქნება ახლა ვერ გეტყვით. აზოტის ქარხანა არის ქვეყანაში, აქაც გაიზარდა ფასები დაახლოებით 200 ლარამდე ერთ ტონაზე. თვითონ ფოსფოროვან კალიუმის სასუქებს ვერ ვაწარმოებ ქვეყანაში და ძირითადად არის იმპორტირებული სასუქები და აქაც იქნება ზრდა, მაგრამ თუმცა ჯერჯერობით ფასები საგაზაფხულო სამუშაოებს სიმინდის მოსავალს შეეხება ეს ხორბლის მონაკვეთში ან ხორბლის შემთხვევაში უკვე შეტანილია ეს სასუქები შემოდგომაზე. საბოლოო ჯამში საწვავისა და სასუქების გაძვირება მოსალოდნელია, რომ პირდაპირ პროპორციულად აისახება მოსავლის თვითღირებულებაზეც, რაც ისედაც დაბალი ფასების ფონზე სექტორისთვის დიდ წნეხს წარმოადგენს. ახლა სექტორი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებას და საწვავსა და აგროტექნიკურ საშუალებებზე ფასების დასტაბილურებას ელოდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების გაზრდა უკვე აისახა საქართველოს შიდა ბაზარზეც, სადაც საწვავი გაძვირდა. TBC კაპიტალის მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით ბოლო პერიოდში საწვავის ფასები საქართველოში ზოგიერთ შემთხვევაში დაახლოებით 10%-მდე არის გაზრდილი. ეს ზრდა უკავშირდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრ მატებას, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ დაახლოებით 45%-ს აღწევს. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ არსებული ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის რისკებს ქმნის. საწვავის გაძვირება პირდაპირ გავლენას ახდენს ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯებზე, რაც თავის მხრივ სხვა პროდუქტების ფასებზე შეიძლება აისახოს. გარდა ამისა, გაზრდილი ხარჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორისთვის, სადაც საწვავი, ტრანსპორტირება და სასუქი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს. ამავე დროს ექსპერტების შეფასებით გლობალური ფასების ზრდამ შესაძლოა გარკვეულწილად დადებითი ეფექტიც გამოიწვიოს ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისთვის, თუმცა საერთო ჯამში საწვავის გაძვირება ეკონომიკაზე ინფლაციურ ზეწოლას აძლიერებს. ამასთან მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ვითარებაში ფასების დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილებაზე, ისე გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. თუმცა ამასთან ხაზგასმულია, რომ სების მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის შესაძლოა მორიგი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდეს. ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ თვითმფლობელების ნაწილი შუადერეფანს და საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის მონაწილე ქვეყანას უკვე იყენებს როგორც ალტერნატიულ გზას. გარკვეული ტვირთები წამოვიდა კონფლიქტის გამო საქართველოსკენ. ეს ტვირთები შეიძლება იყოს უზბეკური, შეიძლება იყოს თურქმენული, რომელიც ადრე ირანიდან გადიოდა. თქვათ მიდიოდა ჩინეთში, იმიტომ რომ მოიხსენება ჩვენთვის ირანთან მუშაობა შეუძლებელი იყო ეს პერიოდი და ალბათ ეგრე გაგრძელდება სანქციების გამო, თუმცა უზბეკები და ჩინელები ახერხებდნენ ირანიდან მუშაობას. იყო გარკვეული ტვირთები, რომლებიც აზერბაიჯანშიც ირანიდან ჩადიოდა თავის დროზე. ეს საკუთრდა იქ სომხეთის კონფლიქტის გამო ეს გაჩერდა და ჩვენთან გადმოვიდა სრულად. ამიტომ რაღაც ტვირთები აუცილებლად გადავიდა შუადერეფანზე. აი ხა კიდე ერთხელ გვექნება გამოცდა, რომ კარგად ჩავატაროთ ეს ტვირთები მივიღოთ და საომალოდ იქნებ შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ფასში. ბოლო პერიოდში მცირედი ზრდა აქვს ფოთის პორტსაც, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე პორტის ადმინისტრაცია ჯერ არ საუბრობს. ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ირანის ბენდერ აბაზის პორტის ჩაკეტვა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი საფრთხები ტვირთნაკადებს საქართველოს დერეფნისკენ გადმოამისამართებს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო მარშრუტი უფრო გრძელია, სვეტ ჩხარტიშვილი ხაზს უსვამს, რომ შუადერეფანი სტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ტვირთების გარკვეული ნაწილი სწორედ შუადერეფანში გადმომისამართდეს. ბენდერაბაზის პორტი რეალურად დაიხურა და ეს ნაკადი თალხახად გადმომისამართება შუადერეფანში, შეიძლება სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც და აგრეთვე ჩვენ დავალოდოთ თუ როგორ აისახება ჯებელ-ალის პორტზე შემდგომში განვითარებული მოვლენები. ერთ-ერთი კიდევ საინტერესო მომენტი არის ის, რომ ნავთობის ფასი იზრდება, გადაზიდვის ფასი მოიმატებს და თქვენ იცით, რომ საზღვაო მარშრუტები ყოველთვის იყო უფრო გადაზიდვის დროით ხანგრძლივი, მაგრამ უფრო მოქნილი ტარიფი იყო, რაც ახლა შეიძლება უკვე საინტერესო გახდეს, რომ გადმომისამართეს შუადერეფანში. მცირეოდენი ზრდა არის დაფიქსირდა, მაგრამ მეორე კვარტალი იქნება უკვე გაანალიზების პერიოდი.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელიც მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში შუა დერეფანს მიეცა შესაძლებლობა, რომ როგორც საზღვაო მარშრუტით, ასევე სახმელეთო მარშრუტით მიიღოს დამატებითი ტვირთნაკადი. პატა ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესები მეტწილად ტვირთების სახმელეთო გზით გადმომისამართებას შეუწყობს ხელს. ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მდგენელების ბოლო წლებში განვითარება უფრო მეტად სახმელეთო დერეფნით ტვირთების შუა დერეფნით გადმორთვას შეუწყობს ხელს, გამომდინარე იქიდან, რომ გაურკვეველი ვადით არის ირანთან დაკავშირებით პარალიზება, მაგრამ ერთიც უნდა აღვნიშნოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოკლევადაში დასტაბილურდეს მდგომარეობა და მაშინ უკვე შუა დერეფანი აღმოჩნდება რთულ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელშეკრულებო ბაზა უკვე არსებობს და შესაძლებელია ტვირთებმა უკვე ისევ დაბრუნდნენ და უფრო მეტი აქცენტი სამხრეთ დერეფანზე გაკეთდეს. ამიტომ რთულია დროის მექანიზმიდან გამომდინარე სულად აღინიშნოს როგორ განვითარება, მაგრამ საზღვაო და სახმელეთო მდგენელების შედარებით მიმაჩნია, რომ სახმელეთო გადაზიდვები უფრო პარალიზებული იქნება და შუა დერეფანს, ანუ საქართველოს გამავალ დერეფანს უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და სუეცის არხში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით ლოგისტიკური ხაზების გადალაგების შედეგად ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს კასპიისა და შავი ზღვა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად იქცეს, თუმცა BHG-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში გაცილებით პერსპექტიულად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დატვირთვა გამოიყურება. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის პირდაპირ სარკინიგზო დამაკავშირებელი ხაზი, რომელიც ჯერჯერობით ვერ დავტვირთვეთ და რომელიც პრაქტიკულად მზად არის ასამოქმედებლად, გულისხმობ ახალქალაქის მეშვეობით მივიღოთ თვირთები ჩინეთიდან და თურქეთის გავლით მოხდეს უკვე შესაბამისად ევროპაში. თუმცა ეს ერთ-ერთი გზა არ არის საკონტეინერო გადაზიდვების, სხვა შესაძლებლობიც არის და მე ვფიქრობ, შუა დერეფანს აქვს შანსი, რომ აი ამ სიტუაციაში მეტად მოემსახუროს გადამზიდავ კომპანიებს. მეორე სირთულე, რამაც შეიძლება შექმნას პერსპექტივაში, ეს არის უკვე სუეცის არხი და იცით, რომ წითელი ზღვა და იქ უკვე ხუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის მუქარები, ამას შეიძლება მთლიანად მოარღვიოს ეს ლოჯისტიკური ხაზი და მოდით ვთქვათ, რომ საქართველოს და კავკასია და კასპიის ზღვა, შავი ზღვა გახდეს ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ევროპა-აზიას შორის. საქართველოსთვის როგორც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისთვის, ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით საპორტო ინფრასტრუქტურის. თუმცა ამ დრომდე ინვესტორის გარეშეა დარჩენილი ანაკლიის პორტი. ფოთის პორტის ინვესტორს კი გაფართოვებაზე ოცნების მთავრობა წლებია, ვერც კისეუბნება და ვერც არას. საქართველოს დერეფნით ტრაილერების გატარების კლება იანვარ-თებერვალში შენარჩუნდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით წლის პირველ ორ თვეში ბიუჯეტში გზატსარგებლობის გადასახადიდან 23,707,000 ლარი შევიდა, რაც წლიურად 3%-იანი კლება. იანვარ-თებერვალში საქართველოს გზებით 67,736 ტრაილერმა ისარგებლა. შარშან ამავე პერიოდში ტრაილერების რაოდენობა 69,998 შეადგენდა. ხოლო თებერვალში საქართველოს გზებით 36,375 ტრაილერმა ისარგებლა და ბიუჯეტში 12,7 მილიონი ლარი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში 2025 წელს 171 მილიონი ლარის გზატსარგებლობის გადასახადი შევიდა. გასულ წელს საქართველოს გზებით 499,391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა. 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა კი 512,665 შეადგენდა. ის რაც ძალიან გვაკლდა და არ გქონდა, ახლა ყველაფერი კარგად მუშაობს. ოსკოს შიპინგ ლაინის კომერციული მენეჯერი გივი ჩაჩანიძე საქართველოს რკინიგზაში მენეჯმენტის ცვლილები და მათი მუშაობით კმაყოფილია. ჩაჩანიძე პოზიტიურად აფასებს ბიზნესთან კომუნიკაციას და გადაზიდვის პროცესების დაგვიგმასაც. გივი ჩაჩანიძის განმარტებით გამართულად მუშაობს ახალი ბლოკ-მატარებლებიც, რომლებიც საქართველოს პორტებიდან თბილისისა და აზერბაიჯანის მიმართულებით მოძრაობს. ამასთან მისი ინფორმაციით ზაფხულში გეგმება რიკოთის მონაკვეთზე რკინიგზის მოდერნიზებული მონაკვეთი სრულად გახსნა, რაც დააჩქარებს გადაზიდვებს და ბლოკ-მატარებლებიც დაშლის გარეშე შეძლებენ საუღელტეხილო მონაკვეთის შეუფერხებელ გავლას. კოსკო შიპინგ ლაინის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შუა დერეფანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დერეფანში ვიწრო ყელად გადაიქცევა.
ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მენეჯმენტით, ახალი იდეებით, სხვათა შორის, რაც მე პირადად ძალიან მიხარია და ვხედავ, რომ ძალიან სწრაფად მუშაობს დღესდღეობით, რაც სიამაყით ვიძახით ხოლმე, რომ ჩვენი კლინიკა და ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გახდა. ზუსტად იმ საკითხებით გასაგებია ინფრასტრუქტურა მეორეა, მაგრამ პირველია კომუნიკაცია, პასუხის მიღება და გეგმა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ძალიან გვაკლდა და არ გქონდა და ეხლა ეს ყველაფერი კარგად მუშაობს. ზოგადად არ გესმით მარტო ტელევიზორში, მართლა არსებობს. გამართულია ძალიან კარგად, ყოველდღე გადის თბილისშიც, ფოთიდან უნდა ბათუმიდან, აზერბაიჯანშიც. შეიძლება უღელტეხილს გაიხსნა ეს ნანატლი პროექტი, გახსნაზეც ვიყავი, თუ არ ვწდები და თუ არ მეშლება ზაფხულიდან სრულიად ჩაირთვება. პირველ რიგში ეს გვაძლევს გამტანუნარიანობას, რაც ეხა ვახსენე, რომ არ დაიშლება ეს მატარებლები და რაც წამოვა მთლიანად გაივლის. სამჯერ ზრდის მთლიანად გამტანუნარიანობას, ხოლო ასევე დროს ამცირებს და ეს უკვე ძალიან მალე ამუშავდება. უკვე ვეჯახებით ისევ იმას, რომ აღარ გვაქვს სპორტი. ამიტომ მნიშვნელოვანი ხდება სპორტი. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე შეცვლილი სატრანსპორტო მარშრუტები და გართულებული ლოგისტიკა შესაძლოა ქართული ფეროშენადნობების დარგზე დადებითად დაისახოს. როგორც ფეროშენადნობთა საწარმოების ნაწილში აცხადებენ, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და გართულებულმა ლოგისტიკამ ინდოეთს, რომელიც გლობალურად პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. ტრანსპორტირების ვადა მნიშვნელოვნად გაუზარდა. ამ ფონზე კი მოსაოდნელია, რომ ბაზარზე ფასები გაიზრდება, მეორე მხრივ კი ქართული ფეროშენადნობების ექსპორტი გააქტიურდება. ბაზრის მონაწილეები ელიან, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება, როგორც ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო ბაზარზე თურქეთში, ასევე ევროპაში. ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, ოპერატორი კომპანიები, გადამზიდავები, საერთაშორისო გადაზიდვებზე მაქვს საუბარი, პრაქტიკულად წყვეტენ იმ მარშრუტებით მოძრაობას, ტრადიციული მარშრუტებით მოძრაობას, რომელთაც ხორციელდებოდა აზიიდან, იგივე ინდოეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება. ეს იწვევს ერთი მხრივ იმ პრობლემას, რომ ფაქტორს უпроსურად, რომელიც დაკავშირებულია გადაზიდვის დროსთან, იზრდება მანძილი და შესაბამისად იზრდება მიწოდების ვადებიც. ანუ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს დადებით ფაქტორად ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, სექტორისათვის, იმიტომ რომ მოლოდინია იმისა, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება, რამაც ლოგიკურად ფასების მატებაც უნდა გამოიწვიოს. ამ განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ლოგისტიკაზე და კერძოდ ამ ლოგისტიკის დროზე. შესაბამისად, ბევრი თურქი მომხმარებელი ამ პერიოდში იწყებს ძიებას ალტერნატიული წყაროებისა, შესაბამისი რეზერვების შესაქმნელად და პირველ რიგში საქართველოს და ქართული ფეროშენადნობები გახვალთ მათი არჩევანი, გამომდინარე მოკლე ლოჯისტიკური გზისა და გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად ეს მომხმარებელი შეჩვეულია ჩვენს პროდუქტს. და ამაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში მე ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული ფასის ზრდა. თუმცა მიღმა პოზიტიური მოლოდინებისა, ბაზრის მონაწილეების ნაწილის შეფასებით არსებობს მეორე ნეგატიური სცენარიც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე შესაძლოა ქართული ფეროშენადნობების დარგისთვის განვითარდეს. ეს სცენარი իրანის მეტალურგიული ქარხნების გაჩერების ფონზე მოთხოვნის და შესაბამისად ფასების კლებას მოიაზრებს. შეიძლება ძალზე დადებითად იმოქმედოს, შეიძლება კიდევ უფრო გაუარესოს სიტუაცია და ორივე ამას ახსნა ექნება რასაკვირველია. მე მაგალითად ვიხრები იმისკენ, რომ თქვათ უარყოფითად იმოქმედებს, იმიტომ რომ თქვათ ირანში გაჩერებული საწარმოები რა ფეროშენადნობითაც მარაგდებოდნენ, თქვათ ეს უკვე დასაყიდი იქნება მსოფლიო ბაზარზე, რაც ფასს დაწევს. არის მოსაზრება, რომ პირიქით მოხდება და ფასი გაიზრდება, იმიტომ რომ თქვათ ლოგისტიკური პრობლემებში შეიქმნება პრობლემა და ვერ მიაწვდიან თქვათ აღმოსავლეთიდან დასავლეთს ამ ფეროშენადნობს. რაც შეეხება ბაზარზე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, წელს იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტი 93%-ით გაიზარდა და 32 მილიონ 100,000 დოლარს მიაღწია. როგორც ბაზრის წარმომადგენლები განმარტავენ, ექსპორტის ზრდა მეტწილად დარგის უმსხვილესი მოთამაშის ზესტაფონის ქარხნის გააქტიურებას უკავშირდება, რადგან შარშან ამავე პერიოდში საწარმოს მუშაობა შეჩერებული ჰქონდა. საწარმოების დიდ ნაწილს კი ამ დროისთვის მუშაობა კვლავ გაჩერებული აქვს, რაც თავის მხრივ გლობალურ ბაზარზე არსებულ დაბალ ფასებს უკავშირდება. თუმცა დარგის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ბაზარზე შედარებით იაფი ელექტროენერგია გაჩნდება, საწარმოების ნაწილი მუშაობას განაახლებს. დღეის მდგომარეობით დარგში ოპერირებს 6 კომპანია. ამ 6 კომპანიიდან ამ 6 კომპანიას უნდა დაემატოს გაზაფხულის პერიოდში კიდევ დაახლოებით 3-დან 5 კომპანიამდე, თუ
თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს მასშტაბით არ გახლავთ ის მწარმოებლები, რომლებმაც შეიძლება დიდი ზეგავლენა მოახდინონ ქართულ ეკონომიკაზე. გაზაფხულზე გვაქვს იმედი, რომ ელექტროენერგიაზე ფასი გაცილებით იაფი იქნება ვიდრე შემოდგომა ზამთრის პერიოდში, შესაბამისად ეს მიცემს საწარმოების საშუალებას, რომ ოპერირება განაახლონ, წარმოების პროცესი განაახლონ და თქვათ იმ საწარმოებთან, რომლებიც მუშაობენ, მოცულობების გამოშვება გაზარდა, რაც შესაბამისად ექსპორტზე დადებითად იმოქმედებს. იმაზე, რომ ელექტროენერგიის მაღალი ფასი ფეროშერადნაობთა დარგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, საუბრობენ მოქმედ საწარმოებშიც. ეს კი იმ ფონზე, რომ პროდუქციის თვითღირებულებაში საკმაოდ დიდი წილი 30-35% სწორედ ელექტროენერგიაზე მოდის. ამ ფონზე კომპანიებში აცხადებენ, რომ აუცილებელია დარგს წლის გარკვეულ პერიოდში შედარებით იაფი ენერგიის წყაროებზე ჰქონდეს წვდომა. არსებობს გარკვეული ქმედითი ინსტრუმენტები, რომელზედაც ჩვენ გარკვეული საუბრები გაგვაჩნია, იგივე სახელმწიფოს, ასე რომ ვთქვათ, მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით იაფი ელექტროენერგიის მიწოდება გარკვეული პერიოდით მაინც, რომ ეს კრიზისული პერიოდი გადავახოთ და ერთგვარად გადავიაროთ და ამის შემდგომ უკვე ნორმალიზება მოხდება იმ მოლოდინების გათვალისწინებით, რაზეც უნდა საუბარი, რომ ფასის მატება პირდაპირ პროპორციულია უკვე დარგის გაჯანსაღებასთან. ქართული ფეროშერადნობებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია, სადაც წელს ორ თვეში 10.800.000 დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. მეორე ადგილზეა იტალია, სადაც 6.5 მილიონი დოლარის ფეროშერადნობები გავყიდეთ. საექსპორტო ბაზრებს შორისაა ასევე საბერძნეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი. ადმინისტრაციული ჯარიმები, რომლებიც მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი, ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ამჟამად მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. პარლამენტში განსახილველად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებია წარდგენილი, რომლის მიხედვითაც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამისოდ განსაზღვრული არ არის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან თუ დარღვევა ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, ზემოთხსენებული მასალების საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება რეალიზაციაზეც ჯარიმები წესდება. პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. პლასტიკის ბოთლების შესაძლო აკრძალვის ანონსიდან ერთ თვეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბიზნესების წარმომადგენლებს შეხვდა. პირველი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადების შემდეგ, რომ კომუნიკაცია კერძო სექტორთან იქნებოდა, დახურულ კარს მიღმა დაიგეგმა. უწყებამ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც მისი დასრულების შემდეგ გაავრცელა. EFES საქართველოს კორპორაციული დირექტორის თქმით, ბიზნესმა დავით სონღულაშვილს იმ რეგულაციის ეფექტზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პეტის სრულად აკრძალვას 2027 წლის თებერვლიდან გულისხმობს. მინისტრმა უკვე მიღებული დადგენილების შემდეგ მოისმინა, თუ რა გავლენა შეიძლება რეგულაციას ეკონომიკაზე, პლასტიკსა და დასაქმებაზე ჰქონდეს. კერძო სექტორის წარმომადგენლები პირველი შეხვედრით კმაყოფილები არიან და კომპრომისის მოლოდინი აქვთ. სამინისტროს პერსპექტივა არის, რომ ეს არის გარემოს დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ შემცირდეს პეტის განთავსების რაოდენობა ბაზარზე, ხოლო ბიზნესის პერსპექტივაა, რომ თქვათ ეს რა ეკონომიკურ შედეგებს გამოიტანს. შევთანხმდით, რომ ჩვენ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე სამუშაო რეჟიმში ჩვენი წინადადებებით მივალთ კონკრეტულად რისი დათმობა შეუძლია ბიზნესს, რისი დათმობა შეუძლია თქვათ სამინისტროს. ესმით ხედავენ რა რისკების წინაშე არის ბიზნესი. დაგვრჩა განცდა, რომ კომპრომისულ ვარიანტზე შესაძლებელი არის შესაძლებელი რომ შევთანხმდეთ. სექტორმაც უნდა ჩამოვაყალიბოთ, რა შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც უნდა მოხდეს რაღაც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობა.
ბიზნესის წარმომადგენლები სამინისტროში გამართული შეხვედრის დეტალებზე საჯარო საუბრისას კონკრეტიკას ერიდებიან. Coca-Cola ბოთლერს ჯორჯიაში კი ამბობენ, რომ მათი მხრიდან წარდგენილი ინიციატივამ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაფუთვი მასალების რეგლამენტის ამოქმედებას ეხებოდა. კომპანიის ფინანსური მენეჯერი გვიხსნის, რომ ამ გადაწყვეტილებით ნარჩენების შეგროვებას ბიზნესი თავად დაიწყებს და გადამუშავება, როგორც დამოუკიდებელი დარგი განვითარდება. გოგა ახალაძე თვლის, რომ ზაობა ამ საკითხზე სამინისტროს მხრიდან არის. გაფართოებული ვალდებულება. ეს უნდა დაინერგოს, ხელი უნდა მოეწეროს რეგლამენტს შესაფუთვი ნარჩენების შესახებ და შესაბამისად შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ ამ ნაწილით, დავნერგოთ მეწარმის გაფართოებული ვალდებულება, დავიწყოთ შეგროვება, შემდეგ თუ რამე პრობლემა გამოჩნდება ამ შეგროვების პროცესში, უკვე შემდგომ მოვიფიქროთ, რითი შეიძლება უფრო ეფექტურად შევაგროვოთ ის ნარჩენი, რომელიც დღეს ბუნებას აბინძურებს ნამდვილად. შეხვედრა არ იყო, შეხვედრისთვის იყო გარკვეული აზრთა შეჯერება ამ მიმართულებით. როგორც მინისტრმა განაცხადა, იგეგმება ამ რეგლამენტის ხელის მოწერა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი შეხვედრას კონსტრუქციულს უწოდებს. ლევან ვეფხვაძე დეტალებზე საუბარს ერიდება, თუმცა ერთ თვეში მორიგ შეხვედრას აანონსებს. თავარი ახლა არის ამოსავალი, რაც გვაქვს ორივე მხარეს ერთად, ეს არის სამინისტრო და ბიზნესი. ერთის მხრივ ის ლეგიტიმური და სამართლიანი მიზანი, რომელიც სახელმწიფოს აქვს და გარემოს დაცვას უკავშირდება, ამ მიზანს მივახციოთ და მეორეს მხრივ ეს გავაკეთოთ იმის ხარჯზე, რომ ბიზნესი არ დაზარავდეს. აი ამ საკითხზე გვაქვს აბსოლუტური თანხმედრა და ამ მხრივ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. კონკრეტულ მექანიზმებზე, კონკრეტულ საკითხებზე, ალბათ შემდეგ შეხვედრაზე ალბათ გადავალთ, რომ ეს იყო უფრო მოტელვითი, წინას არის გაცნობითი პრობლემის შეფასებითი ნაწილი. მთავრობა 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვას გეგმავს. გამონაკლისი წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების შემთხვევაში 20 ლიტრზე დიდი მოცულობის ბოთლებს ეხება. კერძო სექტორის შეფასებით ეს გადაწყვეტილება ფინანსურ ზარალს, პროდუქციის გაძვირებას, კადრების ოპტიმიზაციას და კომპანიების ნაწილის დახურვას გამოიწვევს. რეგლამენტის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში თემაზე პირველი კომენტარისას გარემოს დაცვის მინისტრმა თქვა, რომ ბიზნესის სიახლეს უნდა მორგებოდა. დავით სონღულაშვილის პირველი მოკლე კომენტარიდან რამდენიმე საათში კი ირაკლი კობახიძემ ბიზნესთან დამატებითი კონსულტაციები დაანონსა. დადგენილება უკვე მიღებულია, თუმცა შემდეგ შეხვედრას მთავრობის წევრებთან ბიზნესმენები აპრილში ელოდებიან. 2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 1.3 მილიარდ კილოვატ-საათამდე გაიზარდა. როგორც გალთენ თაგართის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ამ ზრდას სრულად პირდაპირ მომხმარებლები განაპირობებდა. მაშინ, როდესაც დანარჩენ ორ მსხვილ კატეგორიაში კლება დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მოხმარება 6%-ით შემცირდა, საცალო ბაზარზე კი 2%-ით. სტატისტიკის მიხედვით, საცალო მოხმარებამ 703 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, ხოლო პირდაპირ მოხმარება 266 მილიონი კილოვატ-საათი იყო. ოკუპირებულ აფხაზეთში დენის მოხმარება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით 257 მილიონ კილოვატ-საათამდეა შემცირებული. მოხმარებასთან ერთად თებერვალში გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოებაც, რადგანაც ჰესების გამომუშავება წინა თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, თებერვალში ჰიდროგენერაციამ წლიურად 52%-ით მოიმატა, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით ერთდროულად გაუმჯობესებული ჰიდროლოგიური პირობებით და დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. თებერვალში ადგილობრივმა გენერაციამ ჯამური მიწოდების 78% დაფარა, ხოლო იმპორტის წილი 22% იყო. ამასთან ჰიდროსადგურებმა ჯამური მოთხოვნის 53% დააკმაყოფილეს, თბოსადგურებმა 25%, ხოლო ქარისა და მზის სადგურებმა 0.6%. თებერვალში იმპორტი კვლავ ძირითადად ტრადიციული მომწოდებლებისგან რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ეს მიუთითებს, რომ იანვრის უჩვეულო იმპორტის სტრუქტურა სავარაუდოდ დროებითი ფაქტორი იყო. შეგახსენებთ, რომ იანვარში საქართველოს ელექტროენერგია თურქეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან შეიძინა. 2026 წლის თებერვლის იმპორტში რუსეთის წილმა 70% შეადგინა, მათ შორის 57% აფხაზეთისთვის შეღავათიანი მიწოდება იყო, ხოლო 23% კომერციული იმპორტი. ჯამში გასულ თვეში რუსეთიდან 194 მილიონი კილოვატ
კილოვატ-საათი ელექტროენერგია იქნა შეძენილი. იანვრისგან განსხვავებით საქართველოს თურქეთიდან დენი აღარ უყიდია, რაც იმპორტის ფასსაც დაეწყო და მნიშვნელოვნად შემცირდა. თებერვლიდან ქვეყანამ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი განაახლა და ჯამში აზერბაიჯანიდან 81 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იქნა შესყიდული. იმპორტის საშუალო ფასი კი გალთენ თაგართის შეფასებით 6.5%-ით შემცირდა და კილოვატ-საათზე 2.7 ცენტი შეადგინა. აზერბაიჯანიდან იმპორტის საშუალო ფასი კილოვატ-საათზე 5.8 ცენტი იყო, ხოლო რუსეთიდან კომერციული იმპორტის ფასი კილოვატ-საათზე 4 ცენტს შეადგენდა.